კეთილი იყო შენი მობრძანება. დღეს ჩვენს ხელთაა თომას ხარისის კრავთა დუმილის ქართული თარგმანის ნაწყვეტები. მოდით ჩავუღმავდეთ ამ ტექსტებს და ვნახოთ, რას გვიყვებიან ჰანიბალ ლექტერზე, აგენტ სტარლინგზე და რა თქმა უნდა, ბუფალო ბილის საქმეზე. ნამდვილად საინტერესო წყაროებია, აქ მარტო სიუჟეტი კი არა, ფსიქოლოგიური თამაშია მთავარი. აი განსაკუთრებით ის თუ როგორ თამაშობს ლექტერი სტარლინგის გონებაზე. ზუსტად. თან ეხმარება, თან საკუთარ თამაშს თამაშობს. მგონი, კაი იქნება დავიწყოთ იმით, თუ როგორ ამზადებენ სტარლინგს ლექტერის შესახვედრად, ანუ რა იციან მასზე. კი, ეგ კარგი საწყისია. ტექსტში პირდაპირ ვკითხულობთ კროუფორდის სიტყვებს, ხომ? ჰანიბალ ლექტერთან დიდი სიფრთხილე გვმართებთ. გახსოვდეთ, ვინ არის ჰანიბალ ლექტერი? აი, ურჩხულს უწოდებს პირდაპირ. კი, ურჩხული. ეს უკვე ძალიან სერიოზული შეფასებაა. და მერე ჩილტონიც, საავადმყოფოს დირექტორი. ისიც თავის წესებს უდგენს. არავითანი პირადი კითხვები, კითხვარს არ გასცდე. ანუ, წინასწარვე გრძნობ, რომ რაღაც ძალიან სახიფათოსთან გვაქვს საქმე. მაგრამ ლექტერი რასაკუმალია ამ წესებს? არღვევს. თან როგორ? პირველივე შეხვედრაზე, ხო, ეს სცენა უბრალოდ გენიალურია თავისი სისასტიკით. ლექტერი ეგრევე ანალიზს უკეთებს სტარლინგს, მის გარეგნობას აქცენტს. აი ეს ფრაზა, ვის მაგონებთ, მაგ თქვენი კარგი ხელჩანთითა და იაფასიანი ფეხსაცმელით. ვის? და პროვინციელ ხიხოს. პირდაპირ მტკივნეულ ადგილას ურტყამს. პროვინციელი ხიხო, ეს ხომ სოციალურ სტატუსზე და მის ამბიციებზე მიანიშნებს, მის დაუცველობაზე. ზუსტად. და მარტო ამას კი არ სჯერდება, ეს მხოლოდ დასაწყისია. და მერე, შეხვედრის ბოლოს, ის ცნობილი სიტყვები. ერთხელ ერთმა აღწერმა, ჩემი აღწერა სცადა. მისი ღვიძლით სერცთან ერთად მივირთვი. შემზარავია. ეს ხომ პირდაპირ მუქარაა თან ისეთი, ცივსისხლიანი. აბსოლუტურად. ეს არის მისი ძალაუფლების დემონსტრირება. მე შენს თავში ვზივარ და ვიცი რა გაშინებს. და ამ საშინელი ფსიქოლოგიური პორტრეტის ფონზე იწყება რეალური საქმე ბუფალო ბილის გამოძიება. მკვლელი, რომელიც ქალებს იტაცებს და კანს აძრობს. ლექტერი კი ერთადერთი იმედია, რადგან მის ყოფილ პაციენტს რასპაილს შეიძლება რაღაც სოდნოდა ბილზე. აქ შემოდის ის ცნობილი quid pro quo. კი, რაღაცის სანაცვლოდ. მაგრამ ეს ეს არ არის უბრალოდ ინფორმაციის სანაცვლოდ. ლექტერი სტარლინგის პირად ღრმა ტრალმებს ითხოვს. აი მამის სიკვდილზე საუბარი. ეს ხომ რაღაცნაირად მისი ფსიქოლოგიური გაშიშველებაა. ანუ ინფორმაციის სანაცვლოდ მის სულში იჭრება. დიახ, ეს მისი კონტროლის მექანიზმია. დაამალდროულად იძლევა მინიშნებებს, ორაზროვანს, სახიფათოს. აი თუნდაც ის პეპელა. მკვდართავა. აქერონთია სტიქს, მსხვერპლის ყელში რომ იპოვეს. კი, იშვიათი აზიული სახეობა. ეს მნიშვნელოვანი კვალია. მაგრამ ლექტერი ამასაც თამაშისთვის იყენებს. ის საუბრობს ტრანსფორმაციაზე, სურვილზე. ეს პეპლის სიმბოლიკა ხომ პირდაპირ უკავშირდება ბილილს. მის ავადმყოფურ სურვილს, რომ შეიცვალოს, გარდაიქმნას. გასაგებია, ანუ პეპელა როგორც ტრანსფორმაციის სიმბოლო. ზუსტად, მაგრამ ლექტერია. თან მინიშნებას გაძლევს, თან შეცდომაში შეიყვავს. აი ის ყალბის სახელი, ბილი რუბინი. ხო, ეგეც რა, ბოროტული ხუმრობაა, ბილი რუბინი ნაღლის პიგმენტი. ტიპური ლექტერი, ინტელექტუალური თამაში, ცოტა სადიზმით შეზავებული. ამასობაში სანამ ლექტერი მემფისში გადახავთ და თავის გენიალურ თუმცა საშინელ გაქცევას ამზადებს, სტარლინგი მარტო აგრძელებს გამოძიებას. ის მიდის პირველი მსხვერპლის ფრედრიკა ბიმელის სახლში და აი იქ ხდება რაღაც ძალიან მნიშვნელოვანი. კი, ეს მომენტი საკვანძოა. სტარლინგი ამჩნევს იმას, რაც სხვებმა ვერ დაინახეს. ფრედრიკას გარდერობში, კაბებზე, სამკუთხა ფორმის ამონაჭრები. ჩასაკერებლები, რომლებსაც მკერავები იყენებენ. ანუ ხდება, რომ ბილი მკერავია. მარტო ეგ კი არა. ის აცნობიერებს, რას კერავს ბილი. ის ხვდება, რომ ბილი მსხვერპლთა კანს იყენებს, როგორც ქსოვილს. ქმნის ქალის კოსტიუმს, საკუთარი თავისთვის. აი, ეს არის გარღვევა. საშინელებაა, მაგრამ ეს აღმოჩენა პირდაპირ მიიყვანს მკვლელთან, ჯეიმს გამთან. დიახ, და რაც მთავარია, ამას ლექტერის პირდაპირი მითითების გარეშე აკეთებს. ეს სტარლინგის საკუთარი გამჭრია ხობა და სიძლიერეა. და ამ ყველაფრის ფონზე ლექტერი გარბის,
სასტიკად მოხერხებულად, ორი პოლიციელი სიცოცხლის ფასად. კი, მისი გაქცევა კიდევ უფრო ზრდის დაძაბულობას. ასე რომ საბოლოო ჯამში ეს ნაწყვეტები გვიჩვენებს აი ამ ორმაგ ბრძოლას. სტარლინგი ებრძვის სერიულ მკვლელს და პარალელურად ცდილობს ლექტერის მენტალურ ლაბირინთებში არ დაიკარგოს. რთული და ფსიქოლოგიურად ძალიან მძიმე გზაა. ნამდვილად. და ბოლოს, როცა ლექტერი უკვე თავისუფალია, ის სტარლინგს წერილს უგზავნის. გახსოვს ის ფრაზა. კი, ქვეყნიერება თქვენთან ერთად უფრო საინტერესოა. ამიტომ არ დაგიწყებთ ძებნასო. აი ეს არის კითხვა, რომელიც ღიად რჩება შენთვისაც, მსმენელისთვისაც. რას ნიშნავს ეს? რაღაცნაირი პატივისცემაა. ინტელექტუალური თამაში გრძელდება. თუ ეს უბრალოდ მომავალი საფრთხის ჩუმი დაპირებაა. ამაზე ნამდვილად ღირს დაფიქრება.